გამარჯვების ემოციები, კვარაცხელიათი აღფრთოვანებული ლეგენდები, რა უთხრა ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს გასახდელში და შეხვედრის შემდგომი უამრავი საინტერესო კომენტარი. ამ და სხვა სიახლეების მოსმენამდე არ დაგეზაროს და ლაიქე ვიდეო და გამოიწერია. ერთი ნაბიჯი ნანატრფინალამდე. ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ხვიჩე კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა ლონდონის არსენალის სტუმრად მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მეოთხე წუთზე უსმან დემბელემ ხვიჩე კვარაცხელიას პასით გაიტანა. უნდა აღვნიშნოთ, რომ პარი სენ-ჟერმენმა გოლის მომენტში 26 პასი გააკეთა. ამ დაძაბულ და საინტერესო დაპირისპირების პირველი შეხვედრა ქართველმა შეუცვლელად ჩაატარა და ერთ-ერთი მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. კვარაცხელიამ საგოლე პასის გარდა კარისკენ სამჯერ დაარტყა. მისი პასების 95% ზუსტი იყო. მეტოქე სამჯერ აიძულა დაჯერიმებულიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი საუკეთესო იყო დაცვით ფუნქციებშიც. გამოსარჩევია ამ შეხვედრის მე-16 წუთი, როდესაც ხვიჩა კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში სამ ფეხბურთელს გაცდა და თამაშის წესის დარღვევით შეაჩერეს. თუმცა 11 მეტრიანი არ დაინიშნა. თქვენ რას ფიქრობთ? იყო თუ არა ამ მომენტში 11 მეტრიანი? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. აქვე გეტყვით, რომ ეს საკამათო ეპიზოდი შეაფასა ყოფილმა მსაჯმა საიდ ენშიმიმ. 11 მეტრიანი იყო. ტიმბერმა კვარა ხელით დაიჭირა. მან ცოტათი გადაამეტა, მაგრამ 11 მეტრიანი დაიმსახურა. გარდა ამისა, გაუგებარია, რომ ტიმბერმა კვარაცხელიას წინააღმდეგ უხეში ჯარიმისთვის ყვითელი ბარათი არ მიიღო. ნამდვილად ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ტიმბერი კვარაცხელიას წინააღმდეგ რამდენჯერმე დაჯარიმდა, თუმცა მსაჯმა ყვითელი ბარათი არ გამოიყენა. ქართველმა ტიმბერს რომ ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო, ამაზე ფრანგული მედიაც წერს. რაც შეეხება შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელს, უეფამ ყველასთვის მოულოდნელად ვიტინია დაასახელა. მართალია პორტუგალიელმა კარგად ითამაშა, თუმცა ფაქტია, უეფას ამ გადაწყვეტილებას თითქმის არც ერთი სტატისტიკური გამოცემა არ ეთანხმება. შეხვედრის შემდეგ მედიასთან ორივე გუნდის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მათ მოსმენამდე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა, რომ მალე ავიდეთ 65,000 გამომწერზე. ჩვენ მუდმივად ვაჩვენებთ ჩვენს ხასიათს და მენტალიტეტს. ძალიან ემოციური შეხვედრა იყო. ასეთ დაუჯერებელ ატმოსფეროში თამაში რთულია. შეხვედრის სტარტზე გატანილმა გოლმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩვენს თავდაჯერებაზე. ისეთი გოლი გავიტანეთ, რომ ეს არის მაგალითი თუ როგორ უნდა ითამაშო ფეხბურთი. მაგრამ დასრულებული ჯერ არაფერია, რადგან განმეორებითი შეხვედრა წინაა და ჩვენი გულშემატკივრის წინაშე საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ამ გამარჯვებით გუნდმა მკიცე ხასიათი გამოავლინა. მეორე ნახევარში მეტოქე გააქტიურდა და თავს კარგად ვიცავდით. ემოციური თამაში გამოდგა და ასეთ ემოციურ შეხვედრაში გამარჯვება სასიამოვნოა. იქნება თუ არა დემბელე საპასუხო შეხვედრაში? არ ვიცი. ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ. თუ უსმანი ითამაშებს კარგია, თუ არა ვიხილავთ დაბალანსებულ გუნდს. გაგვითხრა შეხვედრის წინ ენრიკემ გასახდელში. მან დაისახა გეგმა, რომ ჩვენ წარმატების საიდუმლო 11-ვე ფეხბურთელის თანაბრად პროდუქტიულობა იქნებოდა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ხედავდით, როგორ დარბოდნენ დაცვაშიც და შეტევაშიც დემბელე, დუე, კვარა და სხვა შემტევები. ჩვენი ნახევარდაცვის სამეული ბრწყინვალედ გამოიყურება. მათი წყალობით სივრცეებს ვიგებთ, ბურთს ვაკონტროლებთ და უპირატესობას ვქმნით, რასაც ვარჯიშებზე ხშირად ვამუშავებთ ხოლმე. ძალიან კარგი საღამო გამოვიდა. მთელი თამაშის განმავლობაში ბურთს ჩვენ ვფლობდით. სხვადასხვა გამოწვევებისთვის უნდა გაგვეძლო და ეს გავაკეთეთ. კარგად ვუტევდით და ვიცავდით თავს. ჯერ გასახდელში აღსანიშნავი არაფერია, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ. ეჭვი არ გვეპარებოდა. ვიცით, რომ ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი გუნდი ვართ. თუ ჩვენს თამაშს ვითამაშებთ და საკუთარ თავზე კონცენტრირებულები ვიქნებით, ეს იქნება საუკეთესო გზა ფინალში გასასვლელად. ეს გუნდი ყველაფრისთვის მზად არის. სამწუხაროა, რომ ვერ გავიტანე, მაგრამ ახლაც ისე დავარტყამდი. საქმე ჯერ დასრულებული არაა. ეს მხოლოდ პირველი შეხვედრა იყო. არსენალს დავუპირისპირდით. ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ. ახლა საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. გულდაწყვეტილი ვარ, რადგან წაგებას არ ვიმსახურებდით. პირველ წუთებს თუ არ ჩავთვლით, თამაში მალევე გამოვასწორეთ და მინიმუმ ფრე უნდა გვეთამაშა. სამწუხაროა, რომ შინ წავაგეთ. პარიში განსაკუთრებული რამ უნდა გავაკეთოთ, რათა ფინალში გავიდეთ. განმეორებით შეხვედრაში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. სწორედ ამას ვამბობდი რეალთან შეხვედრის შემდეგ. ჩვენ მატჩს გავაანალიზებთ და შევეცდებით რამდენიმე ასპექტში გავუმჯობესდეთ. დიახ, ახლა შანსები 50-50-ია. თამაში პარი სენ-ჟერმენის ძალიან სწრაფი გოლით დაიწყო.
პირველი 15 წუთის განმავლობაში მეტოქე დომინირებდა, მაგრამ ამის შემდეგ ვფიქრობ, რომ სიტუაცია შეიცვალა. შანსი ჰქონდა და დონარუმამ რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია. ვიცით, რომ Paris Saint-Germain აქცენტს ბურთის ფლობაზე აკეთებს. ამ გუნდს ეს ძალიან კარგად გამოსდის. ფეხბურთი ასეთია, გოლის გატანის შანსები ჰქონდა, მაგრამ ვერ მოახერხეთ. 25 წუთიდან დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ამ სეზონში უკვე ყველამ ნახა, რომ სტუმრად მოგების უნარი გვაქვს. ამიტომ მომავალ კვირას პარიზში მოსაგებად ჩავალთ. Paris Saint-Germain-ის და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე ისაუბრეს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდებმა და მწვრთნელებმა. როცა კვარა ბურთს იღებს, ბურთთან შეხებასა და მეტოქეზე წასვლამდე ალბათ წამის მიათედი გადის. რას ისწრაფით მუშაობს მისი ტვინი? მან აიძულა ტიმბერი უკან სიღრმეში დაეხია. დემბელეს პასი არც თუ ისე კარგი იყო, მაგრამ კვარამ შესანიშნავად იმოძრავა. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი, რაც 8 წლის ასაკში მასწავლეს. ასე ქმედება, რასაც კვარა აკეთებს. ცველს არ უტოვებს დროს, გაიგოს რა ხდება. მას მოძრაობით ნებისმიერ მხარეს შეუძლია წაიღოს ბურთი, მარცხნივ თუ მარჯვნივ. ამიტომაც გადმოვიდა კვარაზე ნახევარმცველი, რომ ორმაგი დაცვა ეთამაშათ. ასე გამოთავისუფლდა დემბელეს გოლისთვის სივრცე. ჩემთვის საუკეთესო კვარაცხელია იყო. მან ჩემზე შტაბეჭდილება მოახდინა, რადგან არასდროს მინახავს ისე ერბინოს როგორც დღეს, სპალეტის ნაპოლიშიც კი. მართალია მაშინაც დარბოდა, მაგრამ როდესაც უკან დაბრუნება უწევდა, ისე არ დარბოდა როგორც დღეს საღამოს. საუკეთესოდ ვიტინია დაასახელეს, მაგრამ ასევე შეეძლოთ ჯილდო ნახევარდაცვაში ნებისმიერისთვის მიეცათ. მოხიბლული ვარ მათი ფიზიკური მომზადებით. არსენალისგან განსხვავებით ისინი სწრაფ პრესინგს თამაშობდნენ. ფიზიკური მზადყოფნა და ხარისხი ყოველთვის ქმნის განსხვავებას. შეგახსენებთ, რომ საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრა პარიზში პარკ დე პრენსზე 7 მაისს გაიმართება. მიუხედავად დღევანდელი გამარჯვებისა, თქვენ რას ფიქრობთ? შეძლებთ თუ არა ქართულის გუნდი ფინალში გასვლას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. და თუ მოგეწონა ვიდეო, დალაიქე, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი სიახლეები.